ვაგრძელებთ გადაცემას ფინანსური სექტორის რუბრიკით, ამჯერად ფინტექ სტრატეგიაზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას ინკლუზიური და ინოვაციური ფინტექ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინტექის განვითარების სტრატეგია შეემუშავდა. სტრატეგიის მიზანია შეიქმნას ერთიანი ჩარჩო, რომელიც გააძლიერებს თანამშრომლობას შესაბამის საჯარო და კერძო დაინტერესებულ მხარეებს შორის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე. საერთაშორისო დონეზე ფინტექ სტრატეგიის მიზანი კი შუა დერეფნის ქვეყნებისთვის საქართველოს ფინტექ ჰაბად პოზიციონირება. რაც ძირითად მიმართულებებს მოიცავს ფინტექის განვითარების ხედვა, როგორია მიზნები, მიმართულებები, გეგმები და რეალური პერსპექტივები, ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ვარლამ ებანოიძე იმყოფება ჩვენთან სტუდიაში თემაზე. სასაუბროთ, მოგესალმებით ბატონო ვარლამ, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, მადლობა დაპატიჟებისთვის. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საუბარი დავიწყოთ განმარტებებით ჩვენი მაყურებლისთვის, თუ რას მოიცავს ფინტექ სტრატეგიის იდეა, რა არის მიზანი და ეროვნული ბანკის ხედვები ფინტექ ეკოსისტემის განვითარებისთვის ჩვენს ქვეყანაში. კი ბატონო, ზოგადად სტრატეგია არის არჩევანის ხელოვნება და ფოკუსის ხელოვნება. არსებობს ესეთი ინგლისური ტერმინი strategy is about choices. და ჩვენი აზრით თუ შეგიძლია შენი ხედვა ჩამოაყალიბო ორი სიტყვით, მაშინ აქვს აზრი ესეთი სტრატეგიის ფორმულირებას თუ ზუსტი ფოკუსი გექნება. ჩვენ შემთხვევაში დრომ მოიტანა მარტივად რო ვთქვათ და განვითარების იმ ეტაპმა, რომელზეც ფინანსური ტექნოლოგიები იმყოფება ამ სტრატეგიის არტიკულაციის აუცილებლობა და ასევე შესაძლებლობებმა, რომელსაც ჩვენ ხედავთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე რეგიონში საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბების კუთხით. უფრო კონკრეტულად ჩვენ ქვეყნის შიგნით მიზნად ვისახავთ ეგრეთ წოდებული შემოსვლის ბარიერების შემსუბუქებას, ახალი შემოსვლელებისთვის ბაზარზე, ხოლო ქვეყნის გარეთ ეკოსისტემის მშენებლობას. ჩვენთვის ეკოსისტემის დეფინიცია არის საქართველოს მიღმა ეკოსისტემა და საქართველოს მიღმა ეკოსისტემაში ახალი ფინანსური ტექნოლოგიებით შესაძლებელი გახდება მიმდინარე ტრენდის, პოზიტიური ტრენდის შუა კორიდორში კიდევ უფრო მეტად აქსელერაცია. ეს არის ჩვენი ხედვა. კი ბატონო, შუა კორიდორის თემას ჩვენ აუცილებლად მიუბრუნდებით უფრო რთულად. ახლა საინტერესოა ვისაუბროთ, რომელ საერთაშორისო პრაქტიკებს დაიყრდნო სტრატეგია, ასევე ჩართულობა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების როგორი იყო და ზოგადად ქართული ფინტექ სტრატეგია რამდენად მოდის შესაბამისობაში გლობალურ საერთაშორისო ტრენდებთან ამ ეტაპისთვის. მოდის გლობალურ საერთაშორისო ტრენდებთან შესაბამისობაში, მაგრამ აუცილებელი ასევე აღინიშნოს, რომ ეს ნაკარნახევი არ არის რომელიმე ეგრეთ წოდებული საუკეთესო best practice-ით, არამედ პირველ რიგში ჩვენი საჭიროებიდან გამომდინარე და ჩვენი შესაძლებლობებისთვის დაწერილი სტრატეგია არის. მსოფლიო ბანკი იყო ძალიან ინტენსიურად ჩვენთან ერთად ჩართული ამ სტრატეგიის ფორმულირებაში, მაგრამ მე როდესაც ვამბობ, რომ ეს დრო მოიტანა და ხედვის არტიკულაცია შეგვიძლია ორი სიტყვით, ეს ყველაფერი არის გაშლილი 30 გვერდიან დოკუმენტში, რომელიც სამი ძირითადი მიმართულებით ვითარდება. პირველი ძირითადი მიმართულება არის ეგრეთ წოდებული რეგულაციით ნაკარნახევი ინოვაცია. ამ მიმართულების კონკრეტული მაგალითი არის ღია ბანკინგი, რომელიც საქართველოში რამდენიმე წელია უკვე არსებობს, მაგრამ ამ ბოლო დროს მესამე პირების და ახალი ბიზნეს მოდელების ხრიდან ხდება რეალურად კაპიტალიზაცია. და აუცილებლად აღინიშნოს ღია ბანკინგის პოზიტიური ტრენდი, ხომ ასეა? დიახ, არათაუნდაბლად რო ვთქვათ, ღია ბანკინგმა ამ ბოლო დროს გაისროლა, მაგრამ პოზიტიურად ვართ განწყობილები, ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებთ, განსაკუთრებით ორი მიმართულებით გვაქვს ძალიან აღმავალი ტრენდი. პირველი არის გადახდის ინიცირების აპლიკაცია ფინტეკების მხრიდან და მეორე ციფრული იდენტიფიკაციის აპლიკაცია შედარებით პატარა ბანკების მიერ. კი ბატონო, ანუ სტრატეგიაში პრიორიტეტული მიმართულებებად სწორედ ეს შეიძლება განვიხილოთ. სტრატეგიაში ღია ბანკინგი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის და არა მარტო ღია ბანკინგი, არამედ შემდეგ ღია ფინანსებისკენ და ღია მონაცემების კენსვლა დროთა განმავლობაში და ამის ეტაპობრივად მიღწევის გეგმაც გვაქვს დასახული სტრატეგიაში. ჩვენ ვასაბუთებთ ფაქტიურად, რომ თუ ღია ფინანსები დაინერგება საქართველოში, ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს შეიძლება გქონდეს +2%-იანი დადებითი ეფექტი. კი ბატონო.
და დროის რა მონაკვეთში განიხილავთ ამ შედეგს? ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ეროვნული ბანკის მიღმა რამდენად აქტიური იქნება ჩართული, აქტიურად იქნება ჩართული სხვა სახელმწიფო უწყებები, მაგალითად ეკონომიკის სამინისტრო, მაგალითად იუსტიციის სამინისტრო, იმიტომ რომ სხვადასხვა ელემენტები ამ სტრატეგიის იმისთვის, რომ რაღაც ფინანსური ინფრასტრუქტურა შექმნა, აუცილებელია ქონდეს ციფრულად იდენტიფიკაციის საშუალება, რომელ ნაწილზეც იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უწყებები მუშაობენ. იმისთვის, რომ ღია ბანკინგი განვითარდეს ღია ფინანსების მიმართულებით, აუცილებელი არის ტელეკომუნიკაციების სფეროსთან მონაცემების შესახებ მიმოცვლა, დაზღვევის სფეროსთან მონაცემების შესახებ მიმოცვლის მიმართულებების ჩამოყალიბება და აქედან გამომდინარე დამოკიდებულია იმაზე, რამდენად აქტიური იქნება ჩართულობა ჩვენ სტრატეგიაში და ჩვენს ხედვაში მაქსიმალურად კონკრეტული მექანიზმები გვაქვს განსაზღვრული. დროში საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, ეს 3 წელიწადში მიიღწევა +2%-იანი ეფექტი მთლიანში და პროდუქტს 5 წელიწადში, მაგრამ გამომდინარე იქიდან ეხლა რა ტემპებიც არის აღებული და იგივე ღია ბანკინგმა რა ტემპებითაც დაიწყო სვლა, ეს შეიძლება გაცილებით უფრო ადრე მოხდეს. პროგრესი არის დინამიური. კი, ძალიან დინამიური პროდუქცია ღია ბანკინგთან მიმართებაში განსაკუთრებით ტემპები, რომელი ტემპებიც ჩვენთან გამოყენებადობას ღია ბანკინგის აქვს ეხლა, უსწრებს ბრიტანეთის ტემპებსაც კი. ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ბატონო ვალა, მინდა გკითხოთ ერთ-ერთ დილემაზე, რომელიც ფინტექ ეკოსისტემას ახასიათებს, ეს არის ერთის მხრივ რეგულაციები და მეორეს მხრივ ინოვაციები. როგორ გეგმავთ, რომ დაიჭიროთ ოქროს შუალედი რეგულაციებსა და ინოვაციების ხელშეწყობასთან მიმართებით? დიახ, ჩვენი პრიორიტეტი არის ისეთნაირად მოხდეს რეგულაციების დაწერა, რომ თვითონ რეგულაციებმა მისცეს ბიძგი ინოვაციებს. ეს არის ერთ-ერთი მიმართულება რეგულაციით ნაკადნახევი ინოვაციის და ღია ბანკინგი მოგახსენეთ, რომ ამის კონკრეტული მაგალითი არის. თვითონ ინფრასტრუქტურა როგორც შენდება, იგივე ღია ბანკინგის მაგალითზე ან მყისიერი გადახდების მაგალითზე ეფუძნება უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს, ბერლინის ჯგუფის სტანდარტებს და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ინფრასტრუქტურა ისეთნაირად ინერგება, რომელიც უკვე გატესტილი არის უსაფრთხოების უმაღლესი ნორმები და აქედან გამომდინარე ამ თვალსაზრისით ზოგადად დილემა კიდგას ხოლმე, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ამ დილემის კონკრეტული გადაწყვეტის მექანიზმები გვაქვს. გასაგებია და ასევე საინტერესოა ფინტექ სტრატეგიის შესაბამისად თუ იქნება ინიციატივები, მაგალითად რეგულირების სენდბოქსის მსგავსი, რაც დაეხმარება სტარტაპებს. რეგულირების ლაბორატორია, რეგულირების სენდბოქსი, რაც პირდაპირ თარგმანით ნიშნავს ქვიშის სათამაშო მოედანს, არის ერთ-ერთი აქტიური მექანიზმი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ და რითაც განსხვავდებით სხვა ცენტრალური ბანკებისგან. სხვა ცენტრალური ბანკების შემთხვევაში წავიდნენ იმ გზით, რომ რაღაც დიდი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღეს ფინანსურ ტექნოლოგიებთან მიმართებაში. ჩვენი მიდგომა და ჩვენი სტრატეგია აქამდე იყო ის, რომ მაქსიმალურად პრიორიტეტი მიგვეცა კონკრეტული ექსპერიმენტებისთვის ამ სენდბოქსის ფარგლებში. ახლა რა განზრახვები გაქვთ, ეს არის? დიახ, მაგალითები, რაც აქამდე წარმატებით დაინერგა და ბაზარზეც დადებითი გავლენა მოახდინა კონკურენციის თვალსაზრისით, არის ონლაინ კონვერტაციის სენდბოქსი, რომელიც ტარგეტულად გამოაცხადეთ. ეხლა ამ შემთხვევაში ტოკენიზირებულ დეპოზიტებზე გვაქვს სენდბოქსი გამოცხადებული და ასევე AI-სთან მიმართებაში გამოაცხადეთ სენდბოქსი. ზოგადად წინა დეკადა ფინტექთან მიმართებაში იყო API და Cloud-ი, რაც იყო ძირითადი მამოძრავებელი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების და მომავალი 10 წელი ივარაუდება, რომ იქნება ტოკენიზაციის გამოყენებადობა, AI და quantum computing-ი. ასე რომ ჩვენ შესაბამისად იმ კონკრეტული მიმართულებებით, რასაც ტესტავთ რეგულაციების ლაბორატორიაში, საკმაოდ მივყვებით განვითარების მიმდინარე ტრენდს.
ბატონო ვარდლამ, ჩვენ ვახსენეთ შუა კორიდორი და ახლა მიუბრუნდეთ სწორედ ამ თემას. შუა დერეფნის მოცემულობაზე დაყრდნობით არსებულ ინიციატივებზე მინდა გკითხოთ, თუ რა იგეგმება, კონკრეტული ნაბიჯები თუ არის გადადგმული და რამდენად რეალურია, რომ საქართველოს ფინტეკ ეკოსისტემა რეგიონის ან უფრო თამამად რო ვთქვათ, ევროპის კონკურენციაში ჩაერთოს. კი, საკმაოდ რეალურია, ამის რეალური წანამძღვრები გვაქვს ჩვენს სტრატეგიაში მოცემული. ზუსტად ეს არის საქართველოს მიღმა ეკოსისტემის აშენება. ჩვენ ერთის მხრივ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა ვართ და გვაქვს განაცხადი შეტანილი SEPA-ზე, ანუ Single European Payment Area, რაც ნიშნავს, რომ თუ ამ ინფრასტრუქტურის წევრი გავხდებით პირდაპირ გადახდების ევროკავშირის ინფრასტრუქტურას მიუერთდებით, ეს შეიძლება მოხდეს ევროკავშირში ჩვენს მიღებამდე, აუცილებელი არა ამისთვის ევროკავშირში მიღება და მეორეს მხრივ ჩვენ ვაწარმოებთ პირდაპირ კომუნიკაციას ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან, ისეთები როგორც არის თურქეთი მაგალითად, ისეთები როგორც არის ყაზახეთი, ჩვენი და მათი საგადახდო სისტემების პირდაპირ ერთმანეთთან დაკავშირების შესახებ ბილატერალურად, ასევე AEFC-ის შუამდგომლობით გვაქვს კონკრეტული მოლაპარაკებები აზერბაიჯანის ბანკთან, რომ sandbox-ის ექსპერიმენტი, ეგრეთ წოდებული cross country თვალსაზრისით წავიდეთ წინ, ანუ ჩვენთან და აზერბაიჯანთან შემოსული აპლიკაციების sandbox-ში ერთობლივად განიხილებოდეს და ხელშეუწყობს სტარტაპების ახალი სტარტაპებისთვის ახალი ბაზრის გახსნას და საბოლოო ჯამში მივდივართ ხიდის კონცეფციამდე, როდესაც ერთის მხრივ ევროკავშირის ფინანსური ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურაში ინტეგრირება და მეორეს მხრივ შუა კორიდორის სავაჭრო პარტნიორებთან ფინანსური ტექნოლოგიებით ინტეგრირება მოგვცევს ხიდის კონცეფციის პოზიციონირების საშუალებას ფინანსური ხიდის, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში შესაძლებელია და ყველა საუბრობს შუა კორიდორში საქონლის და მომსახურების პროცესების გამარტივებაზე, მაგრამ შესაძლებელია ტვირთები გადმოზიდო ყაზახეთიდან საქართველოში 3 დღის განმავლობაში, მაგრამ გადახდას კიდევ 10 დღე და სჭირდეს. ამიტომაც ჩვენი კონცეფცია გულისხმობს, რომ ფინანსურმა ტექნოლოგიებმა ამ პოზიტიურ ტრენდს ვაჭრობაში კიდევ უფრო მეტი აქსელერაცია შეიძლება მისცეს. ანუ რეგიონულ ჰაბად პოზიციონირება ეს არის არ არის ძალიან შორეული პერსპექტივა. არ არის, კონკრეტული წანამძღვრები გვაქვს და მოლაპარაკებებიც გვაქვს ამას დაკავშირებით ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან. ბატონო ვარდლამ, თქვენ პრაქტიკულ გავლენაზე ფინტექ სტრატეგიის უკვე ისაუბრეთ ეკონომიკის ჭრილში. მე მინდა გკითხოთ სამომავლო გეგმებზე უკვე უშუალოდ პრაქტიკაში როდის გადადიხართ თქვენ გეგმების განხორციელებაზე, როგორც ვიცი, საკუთარ მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია იგეგმება, რაც იქნება ერთგვარი სტარტი ფინტექ სტრატეგიისთვის. თვითონ ამ სტრატეგიის დაწერის პროცესი იყო საკმაოდ საინტერესო წარმართული. ჩვენ ჩართულ მხარეებთან ბოლო 7 თვის განმავლობაში წარმოებდით ინტენსიურ კომუნიკაციას. ორჯერ სხვადასხვა ვერსია გამოვაქვეყნეთ საჯაროდ ამ სტრატეგიის. ქონდა კომუნიკაცია როგორც საჯარო სექტორთან, ისე კერძო სექტორთან. ეკონომიკის სამინისტროსგან მივიღეთ ძალიან აქტიური კომენტარები, ასევე იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა უწყებებისგან, კერძო სექტორისგან მოხდა ამ უკუკავშირის ასახვა. და ეხლა ვამზადებთ ამ ყველაფრის დამაგვირგვინებელ მრგვალი მაგიდის დისკუსიის ფორმატში შესაბამის კონფერენციას, სადაც ეს ჩართული მხარეები ჩვენთან ერთად სამომავლო აღსრულების მექანიზმებზე უფრო კონკრეტულად იმსჯელებენ. ვახსენეთ, რომ საერთაშორისო იქნება ეს კონფერენცია და საკმაოდ წარმომადგენლობითი, თუ შეგიძლიათ გითხრათ ამ წარმომადგენლობითობაში რა იგულისხმება? ამ წარმომადგენლობითობაში იგულისხმება ჯერ ერთი ის, რომ მსოფლიო ბანკის თანაავტორობით დაიწერა სტრატეგია და მსოფლიო ბანკი გააკეთებს პრეზენტაციას, ასევე AEFC არის ჩვენი ძალიან მჭიდრო მოკავშირე ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების საკითხში, მათი დელეგაცია ჩამოდის და შვეიცარიის ქალაქ ლუგანოდან ჩამოდის საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია. ეს მუნიციპალიტეტი ცნობილია იმით, რომ ტოკენიზირებული მუნიციპალური ბონდები გამოუშვა ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში. და შესაბამისად კარგი მაგალითი არის ახალი ტექნოლოგიების აპლიკაციის ამ შემთხვევაში კაპიტალის ბაზრების თვალსაზრისით. ამიტომ
ძირითადად კონფერენციის მიზანია, რომ შიდა ჩართული მხარეების დიალოგს შეუწყოს ხელი, მაგრამ ამავდროულად იქნებიან საკმაოდ წარმომადგენლობითი სტუმრები იმ უწყებებიდან, რომელიც უკვე გითხარით და ასევე შვეიცარიიდან ამ შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა, გისურვებთ რა თქმა უნდა წარმატებას და გელოდებით ჩვენთან სტუდიაში უკვე პროცესის მონიტორინგით და ანგარიშით და გემშვიდობებით. მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი იყო ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარლა მებანოიძე და ვსაუბრობდით ფინტექ სტრატეგიის დეტალებზე.